ფილტრის გამოყენება შეგიძლია მობილურზე და აი ასეთი რაღაც იყიდება ასევე ონლაინ შოპებში. ამასაც აწერია CPL ფილტრი, რომელიც არის ამ შემთხვევაში 37 მმ-იანი და აი ამ მილიმეტრებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს გააჩნია რამხელა ლინზა აქვს შენს მობილურს, რომელთაც იღებ ხოლმე. ძირითად შემთხვევაში, მაგალითად ამ მობილურისთვის, iPhone-ისთვის ეს ფილტრი ცოტა პატარაა, თუმცა მაინც ვიყენებ, იმიტომ რომ ვიცი რომელი კამერა მუშაობს კონკრეტულ სიტუაციაში და აი ასეთნაირად შეიძლება რომ დაამაგრო ამ კამერაზე ეს ფილტრი და შემდეგ, როდესაც უკვე ტანდემში მუშაობს იმ ფილტრთან, რომელიც შუქის წყაროზე დავამაგრე, აუცილებელია ვიპოვოთ ოქროს შუალედი, აი ამ მრგვალი რაღაცის დატრიალებით და სწორედ ამ დროს ხდება ნამდვილი სასწაული და შენ თვალწინ გაქრება ხოლმე ის ძალიან ცუდი ანარეკლები და ჰაილაითები, რომლებიც არ გინდა რომ შენს ობიექტივში ჩანდეს. სხვათა შორის, ამ ვიდეოს სრული ვერსია დაიდება Patreon-ზე, რომლის ლინკიც შეგიძლია ნახო აი ამ ვიდეოს აღწერაში და ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ გაინტერესებს როგორ უნდა გადაიღო პროფესიონალური ფოტოები და როგორ უნდა წარმოაჩინო შენი პორტფოლიო პროფესიონალურად.